Okay, მოგესალმები. დღეს ვისაუბრებ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ინსტრუმენტზე, რომელიც არის გრანულატორი. ეგეთი device არის Max Pro Live-ის. და რატომ მიყვარს რა? ძალიან ისეთი არის, რა ქვია. ექსპერიმენტული არის ძალიან. შეიძლება ერთ დღეს ჩართო და ძალიან მაგარი რაღაცები გააკეთო და შეიძლება ხან-ხან საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთო. ძალიან ისეთი ინსტრუმენტი არის, რომელიც თან ბევრი ინსპირაციის წყარო ყოფილა ჩემთვის, ხან-ხან ჩამერთავს და აი ვერაფერი ვერ გამიკეთებია და ამიტომ ვერაფერს ვერ გპირდები, წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება, მაგრამ ვცადოთ გასწავლე ამ ინსტრუმენტს რა დონეზე ვიცი, არ ვიცი თან კარგად. ანუ ბევრი ფუნქციები რას იკეთებს, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ მაგარი არის. Okay. გრანულატორი. ეგეთი device-ია, რომელშიც უნდა ჩააგდოს sample. ძალიან მარტივად დავიწყებ და მოდი ავარჩევ ეგეთ სამს, რომელიც უკვე შევარჩიე. რომელიც დღეს ესე. და просто drag and drops გააკეთებ, ჩააგდებ აუდიოს და აგერ გაქვს ეს sample რა, მთლიანად თავიდან ბოლომდე. ეხლა რას საკეთებს ეს გრანულატორი არის, რომ თეორიულად ეგეთ რაღაცა შვება, ზუსტად არც მე არ ვიცი, ვცდები, მაგრამ რაღაც თანხმების ახსნას რო უსმენი, ეგეთ დასკვნ გამოვიტანე, რომ პატარა grain-ებს, ან grain-ებს ნაწილაკებს იღებს აუდიოდან და იმ აუდიოს ნაწილაკებს გიჟღერებს ну იმ პარამეტრების მიხედვით რა პარამეტრებსაც დაუყენებ და რაღაც ეგ აძლევს რაღაც არაორდინალურ ძალიან საინტერესო ტექსტურებს და საუნდებს ქმნი რა. მოდი ყველაფერს 0-ზე დავიყვან და ეხლა მოусმინოთ ის ორიგინალი საუნდი როგორი იყო, ხო? რა ჩავაგდე? ზუსტად იგივე არის. ეხლა დავიწყოთ პარამეტრების სწავლა. პირველი ავიღოთ file position, რომელიც არის პოზიცია ამ sample-ის. ანუ ეს არის მაქსიმალური ზომის sample, რამხელა შეუძლია წაიკითხოს. ანუ არ ვიცი ეს რამხელა იქნება, ალბათ 4 წამი, 3 წამი სადღაცა რა. ეს არის პოზიცია, საიდან ანუ რა მონაკვეთია იყოს sample-ის და grain size არის, აი თვითონ ამ sample-ის ზომა არის რა. ანუ აი ნახეთ, თქვა ხო, ეგ დიდი sample არის, ეხლა დავაპატარავებ. ხტები ხო? ეგეთი ტიპი არის. და მოდი spray-ს ვნახოთ. spray არის, აი გარდა ამ მონაკვეთისა, ეხლა რაც არის, ხო, მონიშნული, ანუ რა პოზიციაზეც დავაყენე, თქვა აი აქ პირობითად და grain ზომა რაც მიუთითე აი ეს, ამის გარდა spray არის, თქვა ეხლა მოდი 1 წამზე დავაყენებ, რომ ამის გარდა აქეთ 1 წამი და აქეთ 1 წამი, ანუ ფაილის ზომას ჩათვალე რომ გაზრდის და იქიდან პატარ-პატარა ნაწილაკებს ამოიღებს და წაიკითხავს. ეხლა მოდი დავუწევ და მიხვდები რას ამ. ნახე ვიზუალურად ჩანს რომ ხა აქ კითხულობს აუდიოს. ავწევ სპრეის ზომას, ნახე. აი და ხა აქედან ამოიღებს რაღაც ნაწილაკებს და იმებს გაგიჟღერებს რა. ეგეთი ტიპი არის. მეტი არც მე არ ვიცი რომ არ მოგატყუო, ძალიან ბევრი პარამეტრი აქვს და თქვათ თუ დაგაინტერესებს, შეგიძლია აი ეს ხილაკი ჩართო და მიიტანო რა პარამეტრთან გაიარე, თქვათ key რა შევა. This parameter enables the shifting of the file playback position as a function of note key. ანუ ამას თუ მოუმატებ, მე მგონი ნოტის მიხედვით არ ვიცი, რაღაც სტაბილურს მოდელს. ну მოკლედ, წაიკითხე, რაღაცები გაიგე. ეხლა მე რას ვაკეთებ რა, ანუ რა მიყვარს ამ იმაში, რა ქვია, გრანულატორში, რატომ ელასება ეგრე ძალიან. შეგიძლია ძალიან საინტერესოდ რენდომულად ლუპო რაღაცეები და რენდომულად საუნდები გამოძერტო და როგორ გააკეთო, ეხლა ეგ მოდი ვისწავლოთ რა. რაც დაგჭირდება პირველი იქნება რომ დაგრუპო ეს ფაილი. ესა ბოდიში ეს გრანულატორი გრუპში მოვაქცე, ანუ აუდიო ესა ინსტრუმენტ რეგში გადააქციო. ინსტრუმენტ რეგი რა არის აგიხსნა. ორი ვარიანტია რომ მარჯვენათი დაჭერ და groups მიცე, group ან control J ან command J თუ მაკითხარ, ну მოდი დავჭერ control J-ს და ნახე გადააქცია ინსტრუმენტ რეგში ჩასვა. რაც ნიშნავს რომ იგივე რაღაც ხდება, არაფერი არ შეცვლა, უბრალოდ რაღაც ფუნქციები დამიმატა კიდე რა. მოდი ეს ინსტრუმენტ რეგი უცებ გადავერბინოთ 1 მაქსიმუმ 30 წამი. ესე იგი რა ისინი გვაქვს რა ეს მესამე რაც არის გააქტიურებული არის კონტენტი. ანუ რა არის ამ ინსტრუმენტ რეგში ჩაგდებული. მაგალითად თქვა იყოს ახლა ესა და მოდი თქვა კომპრესორი ჩავაგდოთ.
პირობითად. ეხლა ეს ორი ინსტრუმენტი არის ამის კონტენტი, ანუ რო ჩახურავ, გავხსნი, გამოჩნდება რა არის შიგნით. ნუ შეგიძლია გამოაჩინო, შეგიძლია ჩახურავ, მაგრამ პროსორი არ მინდა ეხლა. პირველი არის მაკროები და გეტყვი ეს მაკროები რა არის. და მეორე რაც არის ასევე მაკროებზე მივიღოთ მანდაც და მეოთხე, კაი, ამას ჯერ თავი დავანებოთ. ეს შეგიძლია ჩეინები აკეთო, ანუ გაყვა აუდიო სიგნალი 2-ად, 3-ად, 4-ად და ნუ მოკლედ ჯერ დავანებოთ ამას. რასაც გამოვიყენებთ არის მაკროები. ეხლა მაკრო რა ტიპი არის რა? ანუ გარდა იმისა, რომ ესე შეგიძლია ფაილი ატრიალო ხელით, აი თქვა რაღაც ატარო, შეგიძლია ეს ესე რა ქვია, პარამეტრი მიაბა მაკრო პარამეტრს და ნაცვლად იმისა, რომ აი აქ ეს grain-ი ვატრიალო, აი მაგალითად მოდი ახლა დავმეფავ ამ grains ავიღებ და დავმეფავ პირველ მაკროზე. ანუ ნახე ხა რას ვიზამ, აქ ვატრიალებ აი ამ grains ვატრიალებ მაკრო პარამეტრში და ტრიალებს აი ეს და უკვირდი, ნახე. ანუ არაფერი არ იცვლება, უბრალოდ აქედან ვაკონტროლებ ამ პარამეტრებს, მეტი არაფერი არა და ეხლა ამ შემთხვევაში დიდად თითქოს არ არის საჭირო, მე მიხვდები რატომაც მეფავ, მაგრამ რაღაც დიდი ჩეინები როცა არის ხოლმე, ან შეიძლება აი ლაივს როცა უკრავ, მაგალითად მაშინ მაქვს ძალიან დიდი ჩეინი რომ აქვს აწყობილი და არ მინდა რომ გავხსნა და სანამ იმ პარამეტრს ვიპოვი, დავიკარგო რა, ისედაც სტრესული არის ლაივის დაკვრა და მაგიტომ მაკროებს აკეთებ და ამ კონტენტს ხურავ და grain-ი გაქვს, მაგალითად იცი რომ აქ grain-ი, პირობითად რავი, რაღაც აი იყოს grain-ი, აწერი იყოს grain-ი და ფერს აძლევ რა, თქვა და აი წითელი და ვიცი რომ აი მაგალითად ჩემი იმ კონტროლერით თეთრი რო არის, მაგით მიყენია იქ პარამეტრი, მაგით უკრავ ხოლმე. იყოს ახლა grain-ი აქ რა. და გავაგრძელოთ mapping-ი, მოდი file position დავმეფოთ, spray დავმეფოთ, random-ი დავმეფოთ, spread დავმეფოთ, ყველაფერს დავმეფავ რა. წარმოდგენა არ მაქვს მართლა ესენი რას აკეთებენ, აზრზე არა ვარ. slow down. ხო ეს ესენი რა ქვია, მაკროები შეგიძლია კონდეს 1 ან რა ვიცი 16. ამ შემთხვევაში არ მინდა 16 იყოს 8 და ეხლა რა ხდება? ეს საინტერესო რა არის? ნახე ეს ესენი არის დამეფილი, ეხლა ეს პარამეტრები ეგ ნახე ყველაფერი დამეფილი არის რა. ეხლა რაც გავაკეთებ, იქნება რომ დავაჭერ rand როაც არის, ანუ random-ი რა. ანუ ყოველ ამაზე დაჭერა ნიშნავს პარამეტრების რენდომულად დაყენება, ანუ საერთოდ არანაირი ლოგიკა არ აქვს random-ს, უბრალოდ რო ვაჭერ, პარამეტრები იცვლება გიჟებით რა, გიჟებით იცვლებიან. და მოდი დავაჭერ კიდევ ერთხელ random-ს და გავუშვებ ფაილს და მოусმინეთ. აი, შემდეგი. თქვა არ მომწონს. და ნუ ეხლა ეს თავისთავად ეხლა მე უკრავ keyboard-ზე უკრავ notebook-ის რა, ის თუ ხედავ. აი. ახლა ინსტრუმენტი გამოვიყვანე. და თავისთავად ეხლა აქ ოქტავის შეცვლა, იქაც შეგიცვლის ოქტავას, თქვა და დაუწევ ოქტავას. და მოდი აბა სადოთ ეს არც მე ფიქრია ეგეთი რაღაცა, მაგრამ სადოთ sting-ი დავაგდოთ აქ და დავაკრავინოთ stings. აუცა, კაი არა, მაჟორში არ აკეთო არაფერი, გთხოვ. რა კაი არის ღმერთო ჩემო. კაი არა, იყოს როგორცაც ძალიან მომწონსაც გააკეთა. არაფერი არ მეთქე sting-ი ჩავაგდე, sting-ი თუ არ წინა ვიდეო ნახე, მგონი თუ იმის წინა ვიდეო ნახე, სადღაც sting-ს ვაპარაკობთ. სიკვენსერი არის და ეხლა ეს დააგენერირა ეს რენდომად ნოტები და თვითონ ამაზე დაჭერით აგენერირებს ახალ სიკვენსებს. უბრალოდ მე არ დავაჭერ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეხლა რაც გააკეთე. ღმერთო ჩემო, რა კაი გამოვიდა. ეხლა ანუ ეს მაკროები კი მიხვდი ალბათ რა არის და ეხლა ეს რა არის capture რა არის რა, თქვა აი ეს პრესეტი ძალიან მომწონს რა, როგორც დააყენა პარამეტრები, ძალიან მისურდება. ამიტომ news დავაჭერ და ეს ანუ როგორ გითხრა, ეს მაკროების პოზიციები დაიმახსოვრა და აი თქვათ რა ვიცი, დავარქვე პირობითად რა ვიცი რაღაც synth 1, რაღაც ეგეთი საუნდი არის, თითქოს რომ synth 1 არის. ძალიან მომწონს ეს გააკეთა. მოდი აბა ეს დავაბდოთ რა ქვია, reverb-იზეთ.
ხო და ეხლა ნახე რა, ანუ ამ effect rack-ში ვაჯენ ამასაც. ანუ ეს ინსტრუმენტ rack-ი რაც გვაქვს, ნახე ეგერ გრანულატორი არის, რომელიც ჩავკეცე, რომ აქეთ მე ვიქნები ალბათ და მე ზარება editing-ი და დავად reverb-ი, რომელიც ასევე ნახე რომ მივხვდი, აი ეს მოცემულ, აი აქ თავდება ეს effect rack. შეიძლება effect rack-ის გარეთაც ჩააგდე, პრობლემა არ იქნება. მაგრამ ნუ ეხა აი შეიძლება გარეთ იყოს, ან effect rack-ში იყოს, audio effect rack-ში ან ბოდიში instrument rack-ში. ხარს ძართულად ხსნე ყველაფერს ხანდახან. ხომოდი პირი და აი ხა 100%-ზე ავწევ driver-ს, reverb-ს, რომ მივხვდე როგორი საუნდი არის, აი რა მინდა reverb-მა როქნას რა. Например, მომწონს ეს დაბლები რო აქვს რა, bass notes მიცე. Просто რაღაც სხვა ვიღოთ ალბათ. ავსაკაიფო. Yeah boy. Nice. გადასარავი არის. კაი, დავანებე ხამს თავი და წავედი ახალი გრანულატორი ავიღოთ. ანუ ხო ხდება, ფაქტობრივად არაფერი არ მიქნია, მართლა რენდომს ვაჭირე, მოუძებნე რაც მომწონდა, Sting-მაც რენდომად დამიგენერირა რაღაც პარტია და მომწონს რაც არის. მაგრამ მოდი რაღაცები კიდე დავადოთ რა ეფექტების, ანუ წავალთ აქედან. წინაზე ძალიან გავერთე იმით, რა ქვია, delay and echo. ეს echo-ც ძალიან საინტერესო ტიპი არის. ой, გამართული. Mid-side იყოს sync-ანუ ეს მარცხენა მარჯვენა წინაზე გავეჭედე რა ქვია ეს პანორამაში რა ქვია dynamics თუ რა ნახსნა ანუ მარცხენა და მარჯვენა მონიტორში სხვადასხვანაირად რო ისმოდეს delay ანუ ეს რო დალინკოლი გაქვს ორივეგან მერვედები არის და რო გამორთავ შეიძლება აქეთ მერვედი ქონდეს აქეთ რავი მე-6-დი მე-4-დი როგორ აქვს მე-4-დი რატო არის ეს dotted აი ტრიპლეტი იყოს და არ ვიცი რაღაცები გავაკეთე ხო ეს ინდეს ხო როცა ჩაძირა რაღაც სივრცეში და ეგეც მომწონს კაი არის იყოს ესეც ჩავაგდოთ აქ კაი, ეხლა მთელი მას ნახე დავხურავ, ეს მარტო ესე რომ დამჩეს და ჩავხურავ საერთოდ ამას და კიდე ახალი MIDI ტრეკი გავაკეთეთ, ანუ ეს გრანულატორი აუცილებლად MIDI ტრეკს უნდა. წამოვიღოთ კიდე გრანულატორი და ამჯერად რაღაც სხვა სემპლი ჩავაკეთეთ, რომელიც არ ვიცი, რითმი, არ ვიცი, რაღაც რითმები მოგშერჩეული. აზრზე რა შეიძლება რომ ჩავაგდოთ. კარგი, მოდი იყოს აქედან რაღაც ჯანგლი რო ავიღოთ. კაი, მოდი იყოს ალბათ სადაც ერთი და იქნება. ჯანგლი ამაზე. და მოდი ხა იგივეს გავაკეთებ რა, ისევ დავგრუპავ პარამეტრებს. დავარენდომებ. და ეს დრამი მოვისმინოთ რას ისამს. მეფი. თქვათ, მოდი ელფოც ჩავურთოთ რა ვიცი. ასე არ არის ისამს ელფო ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩავურთოთ. ну ამას რო დააჭერ აქეთ გრანულატორის პარამეტრები, აქეთ ფილტრი და envelope არის რა, რითაც შეგიძლია მაგრამ არ ვიცი რამდენად გინდა envelope-ზე და შეგიძლია აი მოდი frequency modulation, FM frequency modulation შეიძლება საინტერესო ტექსტი რომ მისცეს drums. აი ამას დავუყენებ 200 ეს დიაპაზონი არის რა ნახე ანუ ამ პარამეტრის 0-დან შეუძლია 250-მდე ასვლა რა აი 250 არ მინდა 250-ზე თქვა და ეს იყოს მაქსიმუმ 30 ამიტომ ეს 250-დან ჩამოწევ 30-ზე თქვა რომ ძალიან ბევრი არ დაადოს რა იმიტომ რომ ხანდახან ამ პარამეტრს შეუძლია რომ ძალიან სახე გააძროს საუნდს და ეგ არ მინდა მე რომ მოხდეს აი LFO ჩავსვათ და LFO აქ ჩავსვათ და მოусმინოთ რა გამოვა. ახლა გვაქვს დრამის სემპლი დავარენდომეთ. კატასტროფა.
აი რატო ველოდები რომ კაი გამოარ ვიცით რამზე, მაგრამ იყო საერთოდ რეხა რაც გააკეთა რა. ეგრე ავიღოთ. აბა ერთად ოღონდ ოქტავით ზევით ვცადოთ დაყრა. ხო, აი ეგეთი ტექსტურა იყოს უფრო რა. ტექსტურასავე ეგ სად არის მე-4 ოქტავის დო, ხო? დავა. იყოს ეს ტექსტურასავით უკრას თან მოუხდება მე მგონი. ცოტა კიდე დავა ეფექტად, მაგალითად მოდი ჯერ კომპრესორი დავადოთ, სად არის კომპრესორი? ან მოდი გლუ კომპრესორი დავადოთ. ახლა threshold ჩამოვწა, threshold-დან რის მერე დაიწყოს ამ კომპრესორულ მუშაობა რა, ზღვარი რა. იყოს ხა როგორც არის, ცოტა make-up-ი მივცეთ. ეთიკი ავწიოთ. არც ხა რასთვის მაიყოს. და აი ეს ვცადოთ ამ phaser flanger და აქ ძალიან მიყვარს რაღაც ერთ პარამეტრი ამის. ძალიან ჩატლახი რაღაც არის. კაი, იყოს და აი ხა ამაზე ვცადოთ ეს echo რა. და აქ ხანდახან მაგარი არის. და ეს feedback-ი ხო? მოდი ეგეთ რაც გავაკეთოთ ახლა რა. ამ echo-ს მოკლედ ყოველ ჯერზე როცა შევა ინფორმაცია სათხარ expression control ესე ქვია რაღაცას. და ვერ ვაგდებ, რატო ვერ ვაგდებ? ამადამ ეს თავში ჩააგდოს, კაი. ანუ 5 page-ი აქვს. მე სულ random-ს ვიღებ, იმიტომ რომ მიყვარს random. და მივაბამ ესე იგი feedback-ზე, აქაც ავიღებ randoms. მივაბამ ამას თქვათ, links გამოურთავ, აქაც ავიღებ randoms. ამას მივაბამ. ანუ რა შევეცი ყოველ შესულ MIDI note-ზე აი ამ ყველაფერს დაგირენდომებს ახლა რა. ეს რაც არის unipolar და bipolar სამსურთავ, ანუ range-ი რამხელა იყოს რა, მინდა რომ აი 0-დან 100-მდე მაქსიმალური ის გააკეთოს. ახლა დამოთავ reverbs. არ ვიცი reverbs ვაკეთებ დედას ვისწავლ მართლა ოღონდ. gate ჩავთოთ, gate არ ჩავთოთ, noise ჩავთოთ. კაი იყოს და მოდი ბოლო იქნება ისე random, ისე და noise-ის level-ი. და ახლა ვნახოთ აბა რა გამოვა. ახლა ყოველ ჯერზე შეცვლის პარამეტრებს. და უკვე ყოველ ჯერზე როგორც კი MIDI ინფორმაცია შედის, იცვლება პარამეტრები. მაგრამ feedback-ი მინდა ცოტა მეტი და ამიტომ ნახე 0-დან 100-მდე მუშაობს და მე მინდა რომ იყოს აი ესე რა, ეს feedback-ი ბევრი ქონდეს. აი ეს რა ქონდეს და იყოს ping-pong-ი. Yeah boy, კაია. და ჩაუწე, ესე ტექსტურა იყოს. ამას ესე უხეშ კომპრესიას გავუკეთებ, რატო არ ვიცი. Until sounds რა. ეს გავუკეთეთ. და EQ გვინდა კიდე, რომლითაც რაღაცებს გამოვასწორებთ. ანუ equalizer-ზე თქვა და ამ headphones-ს შევურთავ, რამდენი წუთი ბატარეა ჩდება, fuck. კაი, შევსემალი მოვჭი. ანუ ამ headphones-ს ჩავურთავ, უსმენ რა სიხშირეებს აჭრი რა. და ცოტა ისე ყრუ სიხშირეებს მომძებნელად, აი ეს სიხშირე არ მომწონს და ჩავჭრი. და ცოტა მაღლებს მივცეთ. არ ვიცი, რაღაც რითმი გვინდა. ამიტომ არ გაითიშება სანამ რაღაცებს ვაკეთებთ. მოდი ესე ჩავხლებ ბევრ kicks.
და ამათ მივეტყვი პირველის გადარო შენსი იყოს 30. ახტაბე რა გამო იგივე hi-hats გავაკეთოთ ანუ აქაც ისე ჩავწერე ხა მე 16 დებს ამასაც დავადა პეკოს, რაღაც ძალიან შემიყვარდა ეს ეკო ბოლო დროს. ახლა აქაც შეიძლება ზუსტად იგივე იქაც გავაკეთეთ რა, ენით რა ქვია. expression control, მაგრამ ცოტა მიზარება ახლა მაგის კეთებამით. dot triplets რაღაცა ინსტრუმენტი შეგვიძლია ჩავწეროთ. მაგალითად tour guide-იშა. ამარ მეტრონომი მინდა. ხო, არის ეგეთი რაღაც გამოვიდა გრანულატორზე. ახლა ხოდნე მიგებინგ. გიგანტები. მოკლედ. Danke schön, თუ უსმენდი. ხო, მაგარია, გრანულატორი ჩაუჯიქი ასწორებს. კიდევ ერთხელ მადლობა თუ უსმენდი და მომავალ შეხვედრამდე.